ბატონო ნიკოლოზ, იმიტომ რომ აი რომ უყურებ ხოლმე ხანდახან ამ პოლიციელებს, როგორ ითმენენ, რა მოთმინების უნარი აქვთ, არ ვიცი, რო იტყვიან რა დედამშობა, ასეთი მოთმინებით როგორ არიან აღჭურვილები. მე მიჩნდება სურვილი ისეთნაირად იქცევა ზოგიერთი აღვირახსნილი დედაკაცი, განსაკუთრებით დედაკაცები, რა სიგინებიან, რა სილანძღებიან, რა სიტყვებს უშვებენ პირიდან. პირი კი არა ტუალეტი აქვთ მაგათ, აი ტუალეტი. საშინელება. და მე ერთი რამე აი წეღან გაუშვი თქვენ სიუჟეტი. დინარაძის პატარა კომენტარზე შეწყვიტეთ, მაგრამ დინარაძემ განაცხადა, რომ ჩვენ შეიძლება გამჭვირვალეობის კანონი არც დაგჭირდესო. რა გამჭვირვალეობის კანონია საჭირო, აგერ ხელის გულზე დევს ყველაფერი. როგორ ადამიანს თავს დაესხა დედაკაცი, სახეში გააწნა სილა, ეს რა ქართული ქალის საქციელია? რო გვაქვს ქართლის დედა გაფეტიშებული და ასეც უნდა იყოს, ასეთი ქართლის დედის საქციელია პოლიციელზე სილის გაწვნა და ამ პოლიციელის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ანუ რას ნიშნავს ეს გამაგებინეთ. მაშინ შეიძლება იცით მოხდეს, რაც 2003 წელს შევარდნაძის სპეცნაზმა გააკეთა. გაიწია, შეუშვა ეს ბრბო სააკაშვილი შეიყვანა პირდაპირ ხელი კრეს და შეაგდეს პარლამენტის შენობაში და გადადექი აძახებინეს და მერე შევარდნაძე გაიქცა და დაუთმო ხელისუფლება აი ამ ბანდიტურ ჯგუფს სოროსის მიერ გამოზრდილ გამოჩეკილ ვირთაგვებს, რომლებაც დაღუპეს ჩვენი ქვეყანა. ეხლა ნელ-ნელა ცოტა უბსკრულიდან ჩვენი ქვეყანა ამოდის. ამდენი წელიწადია, ძალიან ცოტაა, მაგრამ მაინც რაღაცა წლებია, რომ ომი არ არის ქვეყანაში და გაიხედეთ რა ხდება, სამშენებლო ბუმია ქვეყანაში. ის რომ ეხლა თბილისში შენდება, ბათუმში რომ შენდება. ეს არ აი გორში ვარ ეხლა. გორიც აშენებულია მე. გორში ბავშვობაში დავდიოდი ხოლმე, ბიძა მყავდა აქ და ჩემი ნათესაობა იყო აქ და ხშირად ვიყავი ხოლმე გორში. ეხლა ბოლო დროს გორში რო ჩამოვდივარ, გორსაც ვეღარ ვცნობ. მშენებლობა. რუსთავშიც იგივეა.